კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და უწყვეტი პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის წინ ღამე გაათენეს. ღამის გათევის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა თქვეს, რომ პოლიტპატიმრებისა და სტუდენტების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. თავისუფლება რეჟიმის ტყვე! თავისუფლება რეჟიმის ტყვე! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! ბოლომდე! მარტს დილით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, რომლებმაც უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის ნიშნად 80 დღეზე მეტი გაატარეს, ადმინისტრაციისგან ელექტრონული პოსტით წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ ეთიკის კომისიამ უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გამო მათთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მცირე განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის მიერ ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული და სტუდენტებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 დღე ჰქონდათ. მანამდე ზუსტად 1 დღით ადრე თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიციის 3ჯერ გამოძახების შემდეგ გაფიცული სტუდენტები იძულებულები გახდნენ, რომ უნივერსიტეტის შენობა დაეტოვებინათ. ადგილზე მეორედ გამოძახებულმა პოლიციამ პროტესტის მონაწილე თითოეულ სტუდენტს, რომელიც იმ დროს შენობაში იმყოფებოდა, 5000 ლარიანი ჯარიმებიც გამოუწერა.